დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში დისტანციურად 5 თებერვალს გამოიკითხება. სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე კი ერთი მოწმე გამოიკითხა, რომელმაც პროკურატურის პოზიცია ბიძინა ივანიშვილის ინვესტორობასთან დაკავშირებით დაადასტურა. გიორგი ბაჩიაშვილს კი კიდევ ერთხელ მოუწია აღიარება, რომ ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში. მოწმემ ცალსახად აღნიშნა, რომ მის ინფორმაციით ეს იყო ქართულ ბანკის სესხი, ძალიან ბევრი ინვესტიციის მოზიდვის საშუალება არსებობს. სადაც მე ხელი მიმიწვდება, რითიც შემიძლია დავეხმარო იმ დაზარალებულ ხალხს, იმ დაშავებულ ნაცემ ახალგაზრდებს, მე ძალღონეს ასე ვთქვათ არ ვიშურებ. მოწმემ თქვა, რომ მე არ ვიცი როგორ მოიზიდა ინვესტიცია, ზოგადად თქვა, რომ მოიზიდა ინვესტიცია. ეს რას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილმა რეალურად ჩემი მარწმუნებელი, ასე ვთქვათ, დაიყენა გვერდში და ჩემმა მარწმუნებელმა გააკეთა ინვესტიცია რეალურად ამ საქმეში. თანხის ჩადება ინვესტიციაში, უზრუნველყოფის წარდგენა ამ ინვესტიციისთვის და რისკების სრულად საკუთარ თავზე აღება განახორციელა ჩემმა მარწმუნებელმა. ეს არის მთავარი. ბატონი ბაჩიაშვილი რეალურად ამტკიცებს იმას, რომ იყო ფულო ინვესტორი. ეს არის ნონსენსი, ესეთი განმარტება არ არსებობს ხადია მსოფლიოში და ეს დასტურდება პირდაპირ მტკიცებულებებით საქმეში არსებული. ეს იყო უაზღრესად რისკიანი გარიგება. ანუ რომ მარტის შედარება რო გავაკეთოთ, აი სამორინეში რომელიმე ციფრზე რო დადო, ასე ვთქვათ, ფსონი, აი დაახლოებით ასეთი რისკის მატარებელი გარიგება იყო. ბაჩიაშვილს არც ერთი კომერციული ბანკი თუ საკრედიტო დაწესებულება, რა თქმა უნდა, კრედიტს არ დაუმტკიცებდა, მით უმეტეს უზრუნველყოფის გარეშე. ეს არის გამორიცხული. დასტურდება ასევე ისიც, რომ მას ბანკმა კრედიტი არ დაუმტკიცა. ასეთ მოცემულობაში მისი მხრიდან ზოგადად იმის მტკიცება, რომ იგი იყო ინვესტორი, უსაფუძვლოა. კრედიტი გავიდა ჩემი მარწმუნებლის ინვესტიციის განხორციელების მიზნით. სხვა შემთხვევაში ესეთ რისკიან საქმეში, ასე ვთქვათ, ესეთი რისკიანი საქმის დაფინანსება საბანკო დაწესებულების მიერ, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ არ იყო უზრუნველყოფა, გამორიცხული იყო. საქმის მასალებით პირდაპირ დასტურდება, რომ რისკის ამღები სრულად ამ საქმეში იყო ჩემი მარწმუნებელი. მოწმემ დაადასტურა, არის ის, რომ თავად ბრალდებულმა განმარტა მოწმესთან, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა არსებითი გარემოებები, რომ ბრალდებულმა მოიზიდა ინვესტიცია. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადაო საკითხი და ეს ბუნებრივია დასტურდება არა მხოლოდ ამ პროცესამდე დაკითხული ყველა მოწმის ჩვენებით, არამედ უმთავრესად ასევე დოკუმენტაციითაც.